ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება. ბანაკის მიზანია საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება. STEAM ბანაკი ორ ნაკადად ხორციელდება. პირველ ნაკადს კილომ 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა, მეორე ნაკადისთვის კი ბანაკი დღეს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდება. თითოეულ ნაკადში მონაწილეობას 100 პედაგოგი იღებს. STEAM ბანაკის მეორე ნაკადის მონაწილეებს დღეს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უმასპინძლა. ეს არის უნიშნელოვანესი დაწყება იმ პროცესისა, რომლითაც სკოლებში უნდა გაიხსნას STEM კლუბები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლიდან კლასგარეშე პროგრამით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, რაც გააძლიერებს მათ ცოდნასა და ცნობიერებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათთვის უფრო საინტერესოს გახდის ამ საგნების სწავლებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს და ხელი უნდა შეუწყოს შემდგომში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროფესიების კუთხით მათ განვითარებას, მათი ინტერესების გაზრდას ამ პროფესიების მიმართ, როგორც პროფესიული სწავლების, ასევე უმაღლესი სწავლების კონტექსტში. STEM უნარები მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ განვითარდეს სკოლაში და შესაბამისად ჩვენ მასწავლებლები ვართ პირველი ის ადამიანები, რომლებიც ამ უნარების განვითარებას შეუწყობთ ხელს. ამით ჩვენ სრულიად საქართველოს მასშტაბით გვეძლევა საშუალება, რომ დავვნერგოთ აღნიშნული განათლება სკოლაში. როგორც მოგეხსენებათ, STEM განათლება საფუძველი არის, ერთგვარი ხიდია მოსწავლის განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში და მნიშვნელოვან ზრდის მის შესაძლებლობებს გახდეს თანამედროვე მოქალაქე, რომელსაც განვითარებული ექნება ფუნქციურ გლობალური უნარები.